ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის კვეთაში განთავსებული შუქნიშნები ღამის 12 საათის შემდეგ მხოლოდ გამოფრთხილებელ სიგნალს უჩვენებენ. ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშანი, რომელიც ქალაქის მერიამ გასულ წელს დაამონტაჟა, პროგრამულად იმართება, რომლის მიხედვითაც ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შუქნიშანმა დილის 10:30-ზე უნდა განაახლოს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე ინტენსიური მოძრაობა სწორედ დილის საათებშია, ქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ დროის ამ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები ნაკლებად მოძრაობენ. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე. ასეთი სურათია ბოლო რამდენიმე თვე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გზაგამყოფზე. ტერიტორიაზე დამონტაჟებული 4 შუქნიშანი მხოლოდ გამაფრთხილებელ სიგნალს უჩვენებს, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე საცობს ქმნის. ეს შუქნიშანი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს და ძალიან გავარ პრობლემაში დიდი ხანი. ეს შუქნიშანი მე აქ ვმუშაობ, თვეობით არის არ მუშაობს, უფუნქციო არის და მე მგონი დროა უკვე მიხედონ ამ პრობლემას, იმიტომ რომ მართლა საფრთხის შემცველია და საცობების მიზეზიც არის ხშირ შემთხვევაში. სატრანსპორტო შუქნიშნების მსგავსად არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი მანიშნებელიც. როგორც მოქალაქეები ამბობენ, საგზაო მარეგულირებლის უფუნქციო მდგომარეობაში ყოფნა განსაკუთრებულ პრობლემას დილით, იქვე მდებარე სკოლის მოსწავლეებს უქმნით. შუქნიშნების უფუნქციო მდგომარეობის გამო საფრთხე ემუქრება ჯანმრთელობას, ადამიანების ბავშვების საფრთხე განსაკუთრებით არის გამოხატული, იმიტომ რომ აქვე არის სკოლა და ასეთ არეულ გადასასვლელზე ძალიან ძნელია ბავშვმა გააკვლიოს როგორ გადავიდეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული თემით დავინტერესდით, პრობლემა საპატრულო პოლიციისთვის აქტუალური გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და სატრანსპორტო მიმოსვლის რეგულირება დაიწყეს. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გზაგამყოფზე შუქნიშნების გაუმართავობის შესახებ ასევე ჩვენგან შეიტყვეს ბათუმის მერიაში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საგზაო მარეგულირებელი პროგრამულად იმართება და იგი ღამის 12 საათის შემდეგ დილის 10:30-მდე აღარ მუშაობს. მიზეზად კი ზვიადჩიქოვანი დროის ამ მონაკვეთში ქალაქში ინტენსიური მოძრაობის არარსებობას ასახელებს. შუქნიშანი დღისით 10:30-ზე ღამის რეჟიმიდან გადადის ჩვეულებრივ რეჟიმზე, გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულებრივად და ეს დრო გვექნება შესაძლებელი გადავწევთ უფრო ადრე დაახლოებით 8-9 საათისთვის. დღეისათვის ქალაქში სულ 31 შუქნიშანი არის დამონტაჟებული, ამათგან პროგრამულად 16 იმართება.